გულისხმობ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოება. რამდენად არის საკმარისი ის რეაქცია, რომელიც ყირიმში განვითარებული მოვლენებით შეფასებისას ისმის? მოგესალმებით ყველას. რამდენად არის ეს აფხაზეთის და ცხინვალის ძალები? მოგესალმებით ყველას, უდიდესი პატივისცემით და თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვის პასუხად, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტის პოზიციაზე ვისაუბრებდი, უწინარეს ყოვლისა მე მინდა ჩემი როგორც პოლიტიკოსის, ჩემი როგორც ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტის, ისევე როგორც ახალგაზრდა ლიდერთა სახალხო მოძრაობის ლიდერის პოზიცია გამოვხატო უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და შეუერთდე დემოკრატიული სამყაროს იმ პოზიციას, რომელმაც სრულიად მკაფიოდ უთხრა მთელს მსოფლიოს, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ღია აგრესია და ინტერვენცია და ხელყო დამოუკიდებელი სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ქვეყნის ნაციის ღირსების საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოს კრიზისიდან მხედველობაში მაქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისაგან განსხვავებით ამჯერად დემოკრატიული სამყარო მეტნაკლებად ერთსულოვანი აღმოჩნდა როგორც პოლიტიკურ შეფასებებში, ასევე იმ ღონისძიებათა პაკეტის დადებაში, რომელიც რა თქმა უნდა მიმართული არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და აქ ლაპარაკია როგორც პოლიტიკურ სანქციებზე, ისევე ეკონომიკურ სანქციებზე და უფრო მეტიც ამერიკის შეერთებული შტატების ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ჩარევის შესაძლებლობებსაც არ გამორიცხავს, თუმცაღა მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვითარება უნდა წავიდეს დეესკალაციისაკენ და უფრო სიღრმეში არ უნდა წავიდეს, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობები სახელმწიფოთა შორის, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გასცდება უკრაინის კრიზისს და მან შეიძლება საერთო ევროპული ან საერთო რეგიონალური კრიზისის ნიშნები შეიძინოს. ამიტომაც თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რამდენად სწორი იყო, ან რამდენად მართლზომიერი იყო, ან რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მე ვიტყოდი, რომ მეტნაკლებად თითქმის ერთნაირი პოზიციით, თუმცა ზოგან შერბილებულად, ზოგან ასე ვთქვათ, უფრო ადეკვატურად, მაგრამ საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო მოძრაობებმა და სრულიად ქართველმა ხალხმა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია უნდა გამოხატოს და დაიცვას უკრაინის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არ არის მორალური მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ ზუსტ კვალიფიკაციას ვაძლევთ რუსეთის ფედერაციის ღია აგრესიას და სამხედრო ინტერვენციას და ჩარევას სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში და ჩვენ ვიცავთ სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოებრივი ერთიანობისაგან რუსეთის ფედერაციის შემდგომი ჩარევების სურვილებს და ასე შემდგომ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იყოს ზედმიწევნით მკაფიო და უფრო მეტსაც გეტყვით, არ აწყენდა ჩვენს ხელისუფალთ და ეს არ იქნებოდა თამამი ნაბიჯები, პირიქით, ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯები, თუ კი საქართველოს მთავრობის წევრები ამ მძიმე დღეებში, უკრაინის კრიზისის დროს აღმოჩნდებოდნენ კიევში და მათი სოლიდარობა, ქართველი ხალხის სოლიდარობა იქნებოდა ადგილზე, რასაკვირველია გაცხადებული. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს და ამდენად უკრაინის თემაც მინდა რაღაცნაირად ამოვწურო, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ უკრაინის საკითხებს უკვე დიდი ხანია არათუ ვადევნებთ ბალყურს აქტიურად, არამედ თქვენც თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელებში პრაქტიკულად ჩემი სტატუსები და ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაციები ყველა ეხება უკრაინის თემას. მე ამ პროცესს ვუყურებ როგორც ქართველი პოლიტიკოსი, მე ამ პროცესს ვუყურებ როგორც უბრალოდ ქართველი, ვუყურებ როგორც ისტორიკოსი
და როგორც საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ როგორიც იქნება დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულება უკრაინის დასაცავად, რუსეთის ფედერაციის ღია აგრესიისა და ინტერვენციის წინააღმდეგ, უკრაინის კრიზისი მხოლოდ პოზიციის გამოხატვით არ უნდა დასრულდეს. ალბათ ნაკლებად საუბრობენ ჩვენი ექსპერტები, თუმცა სადავ ყავს ექსპერტები საერთოდ, რომელიმე ექსპერტული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლოს არც წამიკითხავს და არც მსმენი. სად არიან ჩვენი პოლიტიკოსები რომელიმე შეფასებაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინაში თავად ქვეყნის შიგნით მიდის კიდევ უფრო რთული პროცესები. პირველი, რომელიც მოსაგვარებელი იქნება და ამაზე ვსაუბრობ უკვე როგორც ისტორიკოსი, უკრაინაში არის პრობლემა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ღია აგრესიისა და ინტერვენციისა, რომელიც ძალიან მძიმეა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის, უკრაინაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა. ასე მაგალითად, მაიდანი თავის ლეგიტიმაციას ვერ ახორციელებს სრულად უკრაინის მასშტაბით, თუმცა დღეს მაიდანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო ინსტიტუცია არის, რომელიც აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესების მაღლა დგას. რადა დანიშნული პრეზიდენტი და დანიშნული პრემიერ-მინისტრი, მათი ლეგიტიმაცია ვერ ცდება რადა შენობას და 300 დეპუტატის ლეგიტიმაციას. ვინაიდან ტურჩანოვი და იაცენუკი დღეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბით არიან ის პოლიტიკური სპიკერები, რომლებიც აჟღერებენ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მათი ლეგიტიმაცია არ ვრცელდება სრულად უკრაინაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ფაქტორი გახლავთ და არავინ იცის მაიდანი ერთ დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს თუნდაც ამ პოლიტიკური ლიდერების მიმართ. როდესაც კიევი კარგი გაგებით, პოლიტიკური გაგებით ვაჭრობს აღმოსავლეთ უკრაინასთან და ჯერჯერობით ეს ვაჭრობა არ არის დამთავრებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კიევის და ასე ვთქვათ, ახალი ხელისუფლების გავლენა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე არ ვრცელდება. მით უმეტეს იგი არ ვრცელდება სამხრეთზე, რომელიც დღეს პრაქტიკულად არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ პრაქტიკულად ოკუპირებული. ასეთ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში არ გადაწყდა ლეგიტიმაციის საკითხი და ინსტიტუტების ლეგიტიმურობის საკითხი, რასაკვირველია ეს ქაოსი, რომელიც დღეს არის და მით უმეტეს ეს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ომი, მე ამას პირდაპირ ვუწოდებ ომს, რა თქმა უნდა, თავისი სხვა განშტოებები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება უკრაინაში, რაც იქნება დამღუპველი უკრაინისათვის. მეორე სირთულე, ეს არის ფული, თანხები, რომელიც უკრაინის ბიუჯეტს უკვე აღარ გააჩნია. თუ კი ახალი არჩევნების შემდეგ და ეს არავინ იცის, მიუხედავად მაისის განსაზღვრული თვისა, შედგება თუ არა არჩევნები უკრაინაში, სხვა რაიმე ტიპის დახმარება უკრაინას არ ექნა, მაშინ უკრაინელი ხალხი, პენსიონერები, მუშა-მოსამსახურეები და ასე შემდგომ განწირულები იქნებიან, რა თქმა უნდა, შიმშილისათვის. ვინ რა დახმარების ხელი გაუწოდა ამ დროისათვის უკრაინას? ერთადერთი მსოფლიო ბანკმა, რომელმაც შესთავაზა სპეციალური პროგრამა, თუმცა ეს პროგრამა იმდენად პრინციპულ მოთხოვნებზეა დაფუძნებული, მაგალითად, პენსიების განახევრებაზე, ადმინისტრაციული დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილების გამოთავისუფლებაზე, განახევრებაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე და ასე შემდგომ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება უკრაინას ამ ეტაპზე და ყველა შემთხვევაში ჯერჯერობით მსოფლიო ბანკის ეს წინადადება უკრაინის ფინანსური წრეებისათვის მისაღები არ არის. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაშ რაში შეიძლება იყოს გამოსავალი? ამასაც ვსაუბრობ როგორც ისტორიკოსი და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ის რაც დღეს ხდება უკრაინაში, ეს არის უკრაინის ისტორიის უახლესი მონაკვეთი. ასეთი რამ ძალიან ხშირად ყოფილა უკრაინის ისტორიაში, ის გადის თავისი ისტორიის ახალ ფურცლებს, მაგრამ მე ვფიქრობ, თუმცა ეს თეორიული მოსაზრებაა ჩემი და ოდნავადაც კი ვერ დაუახლოვდება ყოველ საათში შეცვლილ ვითარებას უკრაინაში, ალბათ სავარაუდოდ ლეგიტიმაცია შეიძენს ეს ყველაფერი,
თუ კი მოხდება სრულიად პან-უკრაინული სახალხო კრება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად მიიღებს ახალ კონსტიტუციას და ახალი კონსტიტუციის ბაზაზე ერთიანი უკრაინის, განუყოფელი სუვერენული დემოკრატიული უკრაინის კონსტიტუციურ ბაზაზე უკვე დაიწყება ახალი არჩევნების ჩატარება. არ ვიცი ეს რამდენად ახლოს არის რეალობასთან, თუმცა თეორიული გამოსავალი კი ეს რა თქმა უნდა იყოს. მე სწორედ მადლობა დიდი ამ შეკითხვისათვის. მე სწორედ ამ სტუდიაში გახლდით და სწორედ თქვენი ყავით წამყვანი პრეს-სპიკერი, როდესაც დაიწყო კარასინე აბაშიძის შეხვედრა და მე მაშინ ვთქვი, რომ წიწმატის ბოლოკის და წვანილის გატანით რუსეთის ფედერაციაში, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ვერ დარეგულირდება. რა თქმა უნდა, ეს არის თავის მოტყუება, თუმცა პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადასვლა, ასე ვთქვათ, დასავლეთის მოთხოვნაც იყო, ერთ-ერთი მოთხოვნაც, მაგრამ ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. მაშინ, როდესაც უკვე რუსეთის ფედერაცია თავის მოქმედებებით და ეს მოქმედებები არის სამხედრო ღია აგრესია. ეს არის ინტერვენცია სამხედრო თავისუფალი ერთიანი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. ამ დროს ცოტა არ იყოს რბილად ხიმილის მომგვრელია უკვე დაშლილი, დახლეჩილი საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. ასეთ შემთხვევაში მე ეს მიმაჩნია მხოლოდ და მხოლოდ ირონიად, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, მაშ რაში არის აქაც გამოსავალი. მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობის ვიზიტს და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიძახარა ვაშინგტონში საქართველოს მთავრობა, ხელახლა გაცხადდა საქვეყნოდ საჯაროდ დემოკრატიის დასავლურობის კურსი საქართველოს მთავრობის წევრებისაგან. მე ვფიქრობ, ჩემო ძვირფასო ნანა და ძვირფასო ტელეაუდიტორია, რომ დღესვე საქართველოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ფლირტებს თავი უნდა დაანებოს და დღესვე საქართველოს მთავრობის წევრებმა უნდა დაიწყოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურებთან, რათა უახლოესი თვეების შემდეგ საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი ერთიანობისათვის შეიქმნას ახალი ნაბიჯი მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. დღესვე საქართველოს მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს მიმართული და მოემზადოს რაც შეიძლება მეტი წინასწარი ინსტიტუციები, მხარდაჭერები, ინსტიტუციური მხარდაჭერები და არა აღშფოთება, შეშფოთების ემოციები ჰქონდეს საქართველოს მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ვშიშობ, რომ უკრაინის კრიზისი კიდევ უფრო მეტ სიღრმეში ან ქაოსში შევა და ვშიშობ, რომ საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები მხოლოდ ემოციური მხარდაჭერების იმედზე არ დარჩეს. არა საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს გაერთიანებას ქალბატონისთან. კუკავამ და ჯონდი ბაღათურიამ რა ფიქსირეს თავი ურთიერთობა, რომელსაც სავარაუდოდ სხვა პარტიებიც, ქრისტიან დემოკრატები, ბურჯანაძე, კაცკაძე შეუერთებიან. უშუალოდ თქვენი გეგმების შესახებ რომ გითხრათ თვითმმართველობის არჩევნებში, თუ აქვს კონსულტაციები დანარჩენ ოპოზიციასთან და თვლით თუ არა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატურაზე შეთანხმება შესაძლებელი იქნება და გარკვეულ კონკურენციას გაუწევს პოლიტიკურ სპექტრს. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. დავიწყებ ჩემი გეგმების შესახებ. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში როგორც პოლიტიკური სუბიექტი
მე და ახალგაზრდა ლიდერთა სახალხო მოძრაობა არ მონაწილეობთ და არ მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა მონაწილეობას მივიღებთ როგორც ამომრჩეველი და განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გაცხადებული იქნება ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. ჩვენ, როგორც ზეპარტიული საერთაშორისო მოძრაობა და ზეპარტიული ახალგაზრდა ლიდერთა სახალხო მოძრაობა მხარს დაუჭერთ ყველაზე ღირსეულ კანდიდატს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვისგანაც უნდა იყოს ის, ესე ვთქვათ, წამოყენებული, ვინაიდან დღეს მე ვთვლი, რომ პარტიკულარისტული ეპოქა უნდა დავასრულოთ არჩევნების დროს და იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური პარტია გამოაჩენს ყველაზე ღირსეულ კანდიდატს, მაგალითად თბილისში და ძირითად დიდ ქალაქებში, ჩვენ სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიქნებით მათი მხარდამჭერები. ვინ იქნებიან ესენი თქვენის ნებართვით, როდესაც კანდიდატები ჩამოყალიბდება, ჩვენ ღიად თამამად ამის შესახებ განაცხადს გავაკეთებთ. რაც შეეხება გაერთიანების საკითხებს, მე მინდა უთხრა ჩემს მეგობრებს და კოლეგებს, რომ საქართველოში უკვე მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა ჩაანაცვლა ორპარტიულმა პოლიტიკურმა სისტემამ. ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ერთადერთი დარჩათ მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანება ბარიერის გადალახვისა და ერთადერთი დარჩათ გაერთიანება იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ამ ბარიერის გადალახვის შემდგომ რაღაცა ფულადი კომპენსაცია მიიღონ. სხვა შემთხვევაში, მაშინ როდესაც არ არსებობს ახალი საარჩევნო კოდექსი, მაშინ როდესაც არ არსებობს რეალური თვითმმართველობის საფუძვლები, მე მხედველობაში მაქვს თვითმმართველობებს არ ექნებათ ფინანსური დამოუკიდებლობანი და ის სრულიად ფორმალურ და სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რასაკვირველია, ეს თვითმმართველობის არჩევნები მისი შედეგებით იქნება სრულიად სიმბოლური ხასიათის, რომელიც ვერ შეცვლის ადგილებზე ვითარებას, ამიტომაც აქ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკითხი: კვალიფიციურობის ხარისხის მინიჭება და მხოლოდ აი ამ ლტოლვით გაერთიანებები. ვინ ვისთან გაერთიანდება და როგორ გაერთიანდება, ეს უკვე მომავლის საქმეა სამწუხაროდ ჩვენი ხალხისათვის. სამწუხაროდ საქართველოს მომავლისათვის რეალური შედეგი ამ არჩევნების შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. თქვენის ნებართვით კიდევ ორ საკითხს მინდა შევეხო, ნანა თუ არ გქონდათ კითხვა, მე მინდა დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე პირდაპირ ვიმართო საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას, რომელიც დღემდე კეკლუცობს, ასე ვთქვათ, ვიზიტებითა და ვიზიტების შედეგებით. დიახ. როგორც კი ჩართავთ, მითხარით და კი ბატონო. სადა ხართ? დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას და ვუთხრა მათ, რომ ამ წამიდან და ყოველი დღე უნდა იყოს მიმართული საქართველოს თავდაცვის უსაფრთხოების და მისი ძლიერებისაკენ მიმართული. პირველ რიგში გააქტიურდეს ნაბიჯები ევროატლანტიკური მიმართულებით და დაიწყოს აქტიური კონსულტაციები ევროატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნების მეთაურებთან საქართველოს მხარდასაჭერად შემდგომი ეტაპისათვის. ეს იქნება მაპი თუ კიდევ სხვა იმისათვის, რომ საქართველომ რეალურად მოიპოვოს რეალური ინსტიტუციური მექანიზმები მისი სახელმწიფოებრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. მეორე და პარალელურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ეკონომიკა, რომელიც პრაქტიკულად მკვდარია და არ არსებობს, სამუშაო ადგილები, რომელიც აღარ არსებობს ქართული ხალხისათვის, სიღარიბე, რომელიც სიღატაკეში გადავიდა, საქართველოს მთავრობამ უნდა იშრომოს ძალიან ბევრი ყოველდღიურად
ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკური რეფორმებისათვის და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად. Როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს რეფორმები, საქართველოში უნდა დაჩქარდეს რეფორმები. ანუ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობა მისცემს საქართველოს შანსს იმისათვის, რომ მან განაგრძოს სვლა როგორც დამოუკიდებელმა ერთიანმა სახელმწიფომ და ერთიანს არ ვლაპარაკობ სიმბოლურად, ჩემთვის, თქვენთვის ის ყოველთვის ერთიანია, ერთიანობისაკენ მიმავალი გზა კი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ შრომას ითხოვს. და ბოლოს, რაც მინდა გითხრათ, დღეს 3 მარტია, თქვენ ულამაზესო ქალბატონებო და ქალიშვილებო, გილოცავთ გაზაფხული შემოგბრძანებას, დედებს ულოცავ დედის დღეს და მე არ დამავიწყდება ასევე 8 მარტიც, იმის მიუხედავად, ვინ იყო ამის ავტორი, ეს მაინც ქალთა სოლიდარობის დღეა, ჩვენ იშვიათად გვიცხადებენ ქალებს სოლიდარობას და მე ყველას ვუცხადებ წინასწარ სოლიდარობას და გილოცავთ ამ დღეს. დიდი დღევანდელი დღე მინდა მიულოცო საქართველოს ყველა დედას, ყველა ქალბატონს გაზაფხულის ეშვენიერი დღე.